ჩემი კამერა სად არის? არის ახსრულდა ოცნება სწორედ ზეგიდან შევა ძალაში კანონი ნაგვის ნარჩენების მართვის კოდექსის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე კარგი რამ არის, რაც წელს გავიგე და რაც წელს დაიწყება. სამწუხაროდ ეწყობა ქართველებს მხოლოდ ეს გვჭირდება, რომ ჩვენ ქალაქში წესრიგი დავიცვათ, იმ ქალაქში, რომელშიც ჩვენ თვითონ ვცხოვრობთ, ჩვენი შვილები და არა მარტო თბილისს ეხება, ეს მთლიანად საქართველოს ეხება. ჯარიმები იქნება საკმაოდ მკაცრი, 50 ლარიდან 5000 ლარამდე. ეს საკმაოდ სერიოზული თანხაა და იმედია, რომ რაღაცა დაეტყობა ჩვენს ქალაქს ამის შემდეგ და შეგვაშინებს ეს ყველაფერი. სწორედ ამაზე გვინდა. ხო, მაგრამ მე საერთოდ რამეს გეტყვი, გუშინ სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი ეს ეგრეთ აშეარებდა სწორედ ამ კანონს, რომელიც ზეგიდან შევა ახსრულებაში და ძალიან ბევრი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი იყო. ისინი ვერაფრით ვერ ხვდებიან, რატო არ უნდა გადააგდონ ამწყავი ქუჩაში, თუკი მე არ გადავაგდებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ადამიანს, ვინც ალაგებს ქუჩას, მას ვართმევ სამუშაოს. მეგობრებო, მას სამუშაო არ წაერთმევა არც ერთ შემთხვევაში. იმდენია მტვერი ამ ქალაქში რომ ეყოფა სამუშაო. კაი, და სოფიკო, შენი ნებართვით შეიძლება ვისარგებლო ეთერით? რა თქმა უნდა. ჩემი სახლი მდებარეობს გაბაშვილის 5 ნომერში. ძალიან გთხოვ, მე მოსახლეობას მიმართავ პირადად, მე ამობეჭდე დღეს ჩემი მიმართვა და ამას გავაკრავ სადრაბაზოში. რომ გადიხართ საქმიდან გამოწყობილები, პარფიუმ დასხმულები და კარგი ჩანთებით და კარგი მობილური ტელეფონებით, კეთილი ინებე და ნაგავი გაიტანეთ, იმიტომ რომ მე ამაში ხელფას არავინ არ მიხდის, რომ თქვენი ნაგავი ყოველდღიურად გავიტანოს სახლიდან. დღეს რამდენიმე ენაზე ამობეჭდე და გაგიკრავთ. ეჭვი მაქვს, რომ რომელიმე მოსახლე მაინც მიყურებს. ნარიკო, მომეწონა მე შენი აქცია, ეგ პრობლემა მეც მაქვს და მეც ამობეჭდავ დღეს და გავაკრავ. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ეკლესიაში მოდის ჩემს სახლთან სალოცავად, გამოდიან ეკლესიიდან და იქვე აგდებენ სიგარეტის ნამთვრს, თუმცა იქ დგას ურნები და არის იმის საშუალება, რომ ეს პატარა მონაკვეთი არ დაანაგვიანო, ეს ალბათ ჩვენ შინაგან კულტურაზეა დამოკიდებული. მე მომხრევარ ამ სანქციებით. მეტი უნდა იყოს. მოკლედ ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულები რამდენიმე ცნობილი სახე, რომელიც თulis რომ ნაგვის გადაყრა ადვილეს, ისინი არიან დღეს ჩვენი სტუმრები, რაც შეეხება დეტალებს კანონის ახსრულებაზე, ამაზე უკვე მომდევნო ნაწილში გარემოს დაცვის მინისტრთან ვისაუბრებთ, რომელიც უფრო კონკრეტულად გაგვაცნობს თუ რა და როგორ იქნება. ახლა კი სტუდიაში მინდა დავპატიჟო ჩვენი სტუმრები, დუტა სხირტლაძე, პუსკა გამსახურდია, ნინუკა შარაშიძე და ირაკლი ყიასაშვილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნაგვის გადაყრა ძალიან ადვილია. შემოგბრძანდით. მოგესალმებით. გამარჯობა, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ხო, საბრძანდით. ესე იგი, იმის მაგერად რომ სხვა რაღაცაზე ვისაუბროთ, საუბრობთ ყველაზე მარტივ რამეზე მე მგონი სერვიაში. წადი ნანიკოსთან დაჯექი, ვიცი გამიხარდება. გამარჯობა, ახლა მე პირადად გამიხარდება. მოდი. სანამ საუბარი დავიწყეთ სპეციალური კამპანიიდან კლიპები ვნახოთ, სადაც ადამიანები თვლიან, რომ ეს ყველაფერი ძალიან ადვილია. კარგი. რა ის ადვილი მართლა სახურე მაქვს სადაც. საქართველოს პატარა ქვეყანა და გაფრთხილება გვმართებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავაბინძუროთ ის ქალაქი, სადაც ჩვენ და ჩვენი შვილები დავდივართ. საბოლოო ჯამში ბუნება ადამიანების გარეშე გაძლევს, მაგრამ ჩვენ ვერ გაძლევთ ბუნების გარეშე. ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდით თქვენ ქვეყანას და ეს გარემოს დაცვით დაიწყეთ. იზრუნე გარემოზე, ეს მნიშვნელოვანია შენი მომავლისთვის. 2015 წლის 15 იანვრიდან ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ისჯება კანონით. 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით დანაგვიანება 80 ლარი. საცხოვრებელი სახლებიდან ან შენობა ნაგებობებიდან დანაგვიანება 100 ლარი. ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან დანაგვიანება 120 ლარი. ეწვიეთ ჩვენ საიტს moe.gov.g ან დარეკეთ ნომერზე 153. ესე იგი პირველი მივხვდი, რომ თუ არ მიშველი სანქცია დავრეკავ ნომერზე 153 და გაბაშვილის 5 ნომერს თავიდან ბოლომდე გადავახტევინებ ჯარიმას. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ძალიან საინტერესო და ჩვენთვის საჭიროებო თემაზე მოგიწვიეთ დღეს სტუდიაში. მე მაინტერესებს ეს თირამ. გასაგებია, რომ შეიძლება თქვენ თვითონ არ დააგდოთ. თუ მიუთითებთ ვიღაცას, როდესაც ხედავთ ქუჩაში, რომ ვიღაცა აგდებს ნაგვის რაღაცა გროვას დაუშვათ. და ან თუ შეგიძლიათ, რომ დარეკოთ ცხელხაზზე და ცოტა ქართველების მიუღებელი ფორმაა, რომ დააბეზღო, დაუშვათ შენი მეზობელი, ხო არ მინდოდა ეს სიტყვა მე, მაგრამ ჩაუშვა, ხო. ეს შემთხვევა, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველა ჩვენთაგანის ვალია, რომ დარეკონ. თუ მე მქონდა შემთხვევა, დავინახე მანქანიდან აგდებ და გადააგდო უბრალოდ ბოთლი და დავეციე მანქანას, კინაღამ აღარია მოვახდინე და მიუთითე, მაგრამ საკმაოდ გამოვა. დიდი ბოდიში დავეციე და უკან შეუგდე, მაგრამ კინაღამ მე
ვილახე საბოლოოდ შეგინდა. ეხლა რაღაცა დაცვის მექანიზმი ჩვენთვის ის იქნება, რომ შენიზავდი მაგას ჩვენთან ახალი სპორტი იყო, მე მაგ ნაყურები ჩავაგდებ თუ არა, მანქანით რომ გავივლი. მე დავშევთ ხოლმე ყიფშიძეზე ურნასთან, აბა თუ მოვახვედრებთ ნაგზურაში და ჩვენ უკვე დავხელვდით და ვაგდებთ. მაგრამ იცი რა მაინტერესებს, სად არის ამაში პრობლემა? აღზრდაში, ანუ ვინ უნდა გვასწავლოს, რომ ჩვენ ყველაფერი ერთად, აღზრდაშიც და თავიდანვე ალბათ უნდა მივაჩვიოთ ბავშვებიც, ალბათ სკოლაშიც, ბაღშიც, სადაც დადიან ბავშვები, თუ ჩვენთან მოსული ბავშვი თუნდაც რომელიც ცეკვა შეისწავს, იქვე ძალიან მარტივად და არა რაღაც განსაკუთრებით ამისთვის სპეციალურ დროს არავინ არ გამოყოფს, ხო, მაგრამ აი მოქმედებაში თან რატო არ უნდა გამოყოს ნებისმიერ ევროპის ქვეყანაში ბავშვმა რომ აი ეს სკოლაში და ბაღში ალბათ კარგი იქნება რომ ეს იყოს აუცილებლად თქვენ სავალდებულოა ეს სკოლაში იყოს იმიტომ რომ ყოველ თან ასევე ჩვენ უნდა ვიყოთ პირველ რიგში მაგალითი მე ესე მიმაჩნია რომ ყოველთვის ბავშვი მშობელს უყურებს უფროსს უყურებს და ჩვენ უნდა მივცეთ მათ მაგალითი ბავშვი რომ ვიყურებს ის გადააგდოს ანუ ბაღიდან, ოჯახიდან, სკოლიდან თუ რაღაცნაირად მოვაგვარებთ ამ პრობლემას, მენტალიტეტი შეიძლება ჩვევაში გადავა ნაგვისად. ეს უნდა გადავიდეს ჩვევაში და არ უნდა იყოს სამაგალითო, რომ აი მე გადავაგდე ნაგავი ურნაში. მაგრამ სანამ ის თაობა გაიზრდება, რომელსაც ეს ჩვევად ექნება, ჯობია რომ დავაჯარიმოთ თუთ არა, იმიტომ რომ დღეს ფაქტია რომ დაბინძურებულია ეს ქალაქი, ხო? რა, გვედი არ გადაიჭირეთ ეგრევე ყველა. მაგალითად ქონდა გადაჭრილი მე და ბედნიერად განმოწყვეტს გვედზე რომ ერთხელ დამინახეს რომ ვედით მაშინ არ იყო ჯერ კანონი და ევროპაში გადავალი ბიჭია ის ქალაქში არ გინაო მითხრეს რა კახეთში ვიყავი და მაგრამ შენთვის არ მიკეთია ჩემთვის მიკეთია მაგრამ დუდა უყურე რამდენიმე სკეპტიკური ადამიანი შემოხვდა სოციალურ ქსელში რომელიც რაღაცნაირად ეწინააღმდეგება ამ კანონს იძახის რომ ჯანდაბას კაია მაგრამ მე რაღა ვქნაო ანუ რაღაცა ვქნაში იგულისხმება ნაგავი როგორ გავწქნა ხახვი აივნიდანო პირდაპირ რომ მინახავს ესეთი სურათი ბევრჯერ ხო მანქანაზე არის ხოლმე ყველაზე ჩემ მანქანაზე ხდება ხოლმე საოცრებები. როცა ვაყენებ აი იმის ქვეშ რა, რომ ძირითადად ცოტა სკვერი გვაქვს კიდე კაი და იქითკენ თავისუფალად ვარ, გავბიო ნაძვებში მირჩევენ ნაძვები წიწვები დაეყაროს ჩემ მანქანას, ვიდრე იქ დავაყენე. იმიტომ რომ ну თითქოს და ძალიან კარგი მეზობლები მყავს. ხო მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ შეურაცხყოფით ვლაპარაკობ გეუბნებით. ჩვენ დღეს მეზობლებს რო არა, მეზობლებიდან და სახლიდან დავიწყოთ ახლა. სახლიდან მე ერთადერთი ის კარგია რომ ეგ კანონით შემო, იმიტომ რომ ერთადერთი არის ხოლმე ნამწვისაც წავიღო და ნამწვავს ვაგდებთ, მაგრამ ჩემი მანქანის მარცხენა კარი რომ ნახოთ. დაჯარიმდებით. ახლა გადავაგდებ ცხოვრებაში არაფერს გას. ჩემი მანქანის მარცხენა კარი რომ ნახო არის გატენილი, იმიტომ რომ ამ კარს ერთადერთი ამისთვის რასაც ქვია მე სანაგვეში გადასაყალო. სანაგვე მანქანის მარცხენა მხარე მაქვს სანაგვეთ ქცეული, სადაც მეც და ჩემი შვილიც და ნაგვის ურნა მაქვს ჩეულებრივ, ნუ სიგარეტის კოლოფი იქნება, სიგარეტის პარკი იქნება, ნუ პარკები შეტრიალდით უკან. აი ეს რა არის? აი ეს რა არის? თამარ მეფის გამზირი მეგონა რომ მორთული იყო სპეციალურად საახალწლოდ, იმიტომ რომ ყველა ხეზე იყო ფერადი პოლიეთილენის პარკი. პოლიეთილენის პარკები უნდა ამოვიღოთ მოხმარებიდან. პირველი ამაზე მინისტრს ავისაუბრებთ, რომელიც დეგრადირებადი პარკები აუცილებლად წელს განმავლობაში ჩანაცვლდება. შენ სვეტი ცხოველის უკან ნახო რა ხდება. ხო აი სალოცავად რომ მიდიან და იქვე ეკლესიაში რომ არა საერთოდ სადმე რომ მიდიან ძალიან კარგი იყო ერთ-ერთ ფილმში სერიალში ბავშვები მიდიოდნენ სადღაც საპიკნიკოდ და დახვდათ სანაგვე და იქ ისეთი სერიალი იყო სადაც ცხოვრებისეულად საუბრობდნენ და თუ გინება იყო იქაც იგინებოდნენ და ესე პირდაპირ კამერაში შეიძინა და ვიყავი ბედნიერი იმიტომ რომ ხალხი იყვნენ მაგრამ ოღონდ ისე მივიდნენ ობიექტი გადასაღებად პარალელურად საქართველოს სილამაზეს გამომარჯვეს და დატოვეს სკოლაში. ხო და მე აუცილებლად ნაგავირო დატოვოს შესფერ. საერთოდ მე მაქვს ჩემი მოსაზრება რატომ მოხდა ეს ამბავი შეიძლება ვილაპარაკო. რა საკვირველია ცოტა დრო მინდა, იმიტომ რომ კონცეფცია მაქვს ჩემი რატო არის ეს ამბავი. იმის და გამო რომ ჩვენ სამშობლო არ გქონდა. რას გულისხმობ? საბჭოთა კავშირიდან იქნება 1801 წლიდან იქნება მნიშვნელობა არ აქვს ამას. ქართველებს რაღაც პერიოდში დაუწესა კანონის სხვა არათავისმა მთავრობამ. შესაბამისად ეს ამ კანონს არ ემორჩილებოდა, იმიტომ რომ ლექსებიც იწერებოდა, ზაკონ ვერ მაძრექს ვაჟკაცსა ზაკონა ჩემი ის არისო და ასე შემდეგ. რა რამდენი უფიქრე სწორი, ეხა დავფიქრე. ანუ ჩვენ არ ემორჩილებოდით სხვის დაწესებულ კანონებს. ჩვენ ავართ არაკანონმორჩილე. თავნება ვართ. ჩვენი სხვის კანონებს არ ემორჩილებოდით. ეს არ არის რაღაც აღზრდის ბრალი. ჩვენ არ ემორჩილებოდით. ჩვენ ქონა პროტესტი.
ეს არის პროტესტის ერთგვარი გამოვლინება. დათო ტურაშვილს უწერია ჯინსების თაობაში ძალიან კარგი რამ. ერთადერთი საკუთარი შეგრძნება რაც იყო, იმიტომ გვაქვს გადაპრანჭული სასაფლაოები, რომ ქონდა საკუთრებაში მხოლოდ ჩვენი წინაპრების მიწა. ის სადაც დასაფლავებული. ანუ კონკრეტული ლოკალური ტერიტორია, რომელიც იყო აი ეს რაღაცა ჯვარწერია აქაურობას, რაღაცა ტერიტორია, ეს არის ჩემი. დანარჩენი არ სოფელი ოლმეუნეობის არის, ყველაფერი იყო ვიღაცა. ნაგავთან აკავშირშია. არ მემორჩილებოდი მიგაცნობ ჩემი ტერიტორია სუფთაა და შენი დედაგვატირე იყო და ძილს იყრებოდა ყველაფერი და სუხოვის ზაკონი გამოვიდა გორბაჩოვის დროს, ამან აიღა დალია, იმიტომ რომ არ ემორჩილებოდა ქართველი არასოდეს. საქართველოში არ ემორჩილებოდნენ სხვის დაწესებულ კანონებს. უშიშროება ცუდი იყო. დღესდღეობით ნელ-ნელა ქართველები ხვდებიან იმასაც, რომ უშიშროებაც კარგი. ანუ მე ცოტა შორს გავდივარ, მაგრამ უშიშროება თუ არა გასაშიშროება და ცოტა რაც ჩვენი მთავრობა ყავს, გაიზარდა უკვე მთელი მთავრობა ყავს, გაიზარდა თავრობა 30 წელია. ჩვენ არ გავზრდილ ვართ. მე ჯერ ისევ შამპანიაში ვარ დარჩენილი და 30 წლიანში დავრჩი. მოსკოვში დავხდები. გასაგებია, მაგრამ ხა რო არ და გადააგდო შენებაში. მე ვცდილობ ამას. ვცდილობ ხალხო. მე თავს ძალას ვატარო ეს არ გავაკეთო. მე ყველაფერში დიაზრე. აი, ბევრს ჩალიჩობ იმაზე, რომ მოვიქცე კანონმორჩილად. შენ კი მაგრამ შენ შვილებს რასიონები, შენ შვილები როგორ რაღაცა ვიღაცა კანონს არღვევს, ცუდად გადადის, ცუდად ვატარებ მაგათთან ერთად როგორ ვიზავ რამეს. არა, და ისეთ პანიკას წერო, ჩემი შვილი მიყურებს, რომ ეს ესე იგი ცუდია, რომ დაინახოს. ყველაფერში ძალის ხმევა მჭირდება იმისათვის, რომ რაღაცა გავაკეთო კანონის. კაი, დუტა, ესე იგი მე ჩვენ ვარ ჯარიმება. ჩვენ ვარ დეგრადირებული ერი. ჩვენ გვჭირდება, რომ მივხვდეთ, რომ ეს ქვეყანა თურმე ჩვენია. კაი, აი თქვენ ახლა კამპანიაში მიიღეთ მონაწილეობა. თქვენ გონიათ, რომ რაღაცა პატარა პროცენტი მაინც ეს დაეხმარება, რომ ჩვენ შევიცვალოთ, მივხვდეთ, რომ ნაგავში არ უნდა ვიცხოვროთ, არ უნდა ავქოთდეთ, არ უნდა ავხროლდეთ. კი, მე ვფიქრობ ამას, ოღონდ პირველ რიგში ვფიქრობ, იმიტომ რომ არის საკმაოდ მაღალი ჯარიმები. და მხოლოდ ამის ფონზე მივხვდებით, რომ ჩვენ ნაგავი არ უნდა გადავყავთ. მე მივესალმები, რომ არის მაღალი ჯარიმები. მეც მივესალმები პირადად. აი, წეგანს ვაპარაკობთ. ღმერთს არ იკეთებდა არავინ. როგორც კი 40 ლარი 1, 40 ლარი 2, 40 მე-3-ზე გაიქცა. სიჩქარის გადაჭარბება და ასე შემდეგ. მოგვარდა ასე თუ ისე პრობლემა. მეც ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა მოგვარდება ჯერჯერობით, მხოლოდ ჯარიმებით და მე აი ამ ჯარიმის შიში რო გვექნება. დასნაირი ანალიზით. მე გადავიღოთ დაჩლევაში. მასწავლებელი პრობლემა გვაქვს. რატო არ გადავდივართ გადასასვლელებზე? მე ზუსტად იმიტომ ვყრით ნაგავს რატომ არ დავდივარ. რატო არ ვარჩერებ გადასასვლელზე, როცა ფეხით ხალი გადადიოდა ბავშვით საოცრად დატვირთულ ჭავჭავაძეზე. საქართველოში ეგეც არის. კი, არავინ არ აჩერებს. არავინ არ ბავშვი. არა, რო ვატარი, უკია მანქანას უყურებ ვინმე ხوار მეტაკება, იმიტომ რომ ფეხით მოსიარულე. ზებრა სხვა არის. გამჩერდი. ეცო ჭავჭავაძეზე სადაც ძალიან გადატვირთულია მოძრაობა და იქ არ არის არც ზებრა და გადასასვლელი არის ზუსტად 10 მეტრში ხალი ბავშვით გადადის. გაიარა პოლიცია. ის ბავშვი იზრდება ნაგვის გადამყარებით. მე გავეკიდე პოლიციას და გადააყენე მეთქი და პოლიცია გამოსწევდა ისაყენე. მეთქე ხა დაბრუნდი და დააჯერე მე ხალი მე მივესალმები თუ ოდეს მე აი ეს კანონ პროექტით შევაძალაში რომ მოსიარულეები ძალიან დიდი ოდენობით დაჯარიმდნენ. თქვენ სპორტსმენები 3 ლარი ჯარიმდება და მე 3 ლარს თუ არ გადაიხდი ანგარიში დაგიბლოკავ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თქვენ ხშირად ხარკეთ ჩაბულები ხართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. ნაგავთან რა სიტყვით, თქვენ ხართ მომხრები რომ მე ნელა მაგ თემაშიც. ხო. იმიტომ რომ მე ხამ ბევრ ქვეყანაში ვარ ნაყოფი და იქ ელემენტარულად არ გადავაგდებ. აი საქართველოში შეიძლება ადრე ხო ეს არის სხვაგან არ არის სხვაგან არ არის ისეთი ქვეყანა არ არის არა ისეთი ის რა გარემოა მოწყობილი ისე სუფთავია ჩვენთანაც არის უკვე უზნები შეიძლება გაიარო თუ იქვე არ არის 50 მეტრად და გადააგდო ასაბალო მანქანა მაღაზიასთან თუ იქ არ გააჩერე მეორე ხაზში აქ რო ადგილი არ არის ცოტა იქ რო გააჩერდა ფეხით გამოიარო ეგეც გვეზარება ასფალტი იდგე და ელოდე ან ნაკავის გადაყრა მაგრამ აია მე იმდენი ურნაც არ არის რამდენი უფრო მეტი უნდა იყოს აი ამ სწორედ ამ პროცესში ვარ ჩართული ვარ უფრო დაუკვირდი ამ ყველაფერს და ურნა არის საკმაოდ მოშორებით იმ ადამიანს რომელსაც პრობლემა აქვს იმის აი თქვა დუტამ რაც თქვა რომ მანქანაში შეინახოს ნაგავი ხშირად მე აი რაც მაცია ქურთუკის ჯიბეები მაქვს გავს ყველა ბევრი ადამიანი პრობლემა ცენტრალურ ქუჩაში აი ესეთი
ერთი ადამიანის ალბათ ძალიან ბევრი მოგწერა მის სამართლებში არც ისე ხდება მე მგონი ქალაქებში უფრო პრობლემაა აი სახლის უკან გაიხედე ხოლმე ხანდახან და იქვეყრია ნაგავს ხო ისე სპონტანური ნაგავს მანქანა არ არის ურნები არ აქვს რაღაცები არ ანუ დუტა ეს მაინც არის რაღაც რეგულირება სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი ჩვენი მენტალიტეტის განათლების კულტურის ალბათ არ მომერიდება ამ სიტყვის ხსენება და რაღაც საერთო ძალისხმევა უნდა იყოს ანუ ურნაც უნდა იდგას რაღაც ნაგვის მანქანას უნდა მოვიდეს მეც არ უნდა გადავაგდო და აუცილებლად ჯარიმაც უნდა იყოს და მე მგონი ძალიან დროულია დაგვიანებული იცი რა მე როგორც ვიცი ეს კანონპროექტი მოიცავს ნაგვის ურნების ძალიან ბევრ ადგილას დამატებას და თუ კი ესე მოხდა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გუშინ წერდა რომ რუსთავაზე მოვდიოდი სიგარეტს ვეწეოდიო და ვერსად ვერ წავიღე ნამწვიო რუსთავაზე არ არის ძალიან ცოტაა ცოტაა ну ministri შემოგვიერთება რამდენიმე წუთში და ალბათ მასთან გავილით ამ დეტალებს მაგრამ მე როგორც ვიცი ეს კანონპროექტი მოიცავს მართლა ნაგვის ურნების ხო და ძალიან მნიშვნელოვანია აქ ალბათ ჩვენ მინისტრთანაც ვისაუბრებთ ამ თემაზე მე ეს გადამამუშავებელი ქარხნები ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ რომ აუცილებლად უნდა იყოს დაყოფა ნაგვის პოლიეთილენი რაღაც პროდუქტები ძალიან გაგვიჭირდება ალბათ ამაზეც ცალკე ჯარიმა არა თუ იქნება ჯარიმა არაფერი არ გაგვიჭირდება ქართველებს მერწმუნეთ თუ შიში აქ ქართველს არ ყველაფერს გააკეთე არა სოფიკო ჩვენ სანამ ნაგავს დავყობ და სამნაცვლად გადავყრ ჩვენ ქარხანა გვჭირდება რომ ეს სამინისტრო ეს აუცილებლად ამბავია. გავახსნათ ეგრე მთელ არა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ ეს ეკოლოგიაზეც მოქმედებს, ჩვენ ჯანმრთელობაზე, ყველაფერზე მოქმედებს. ყველაზე მაგარი არის რომ საქართველოს წესით ტურიზმით უნდა განვითარდეს და ის ადგილები, სადაც კულტურულად და ტურისტულად მომგებიანია საქართველოსთვის, აი დაუშვეთ თელოს ჩახვედი და ნახე ერეკლეს ძეგლი, კი მოვლილია. მე არ ვიტყვი რომ არ არის მოვლენი ჭადართან ვიღაცა მივა მაგრამ გვერდზე ყრია ნაგავი დაყრის იქვე პლასმასის ბოთლებს ამას ეგეც აიგზალა ბედნიერი ვარ რომ ეგეც გარეთ დალევები აღარ შეიძლება ესე კაპოტზე მე რომ ბავშვობაში მიყვარდა ხოლმე ისე აფა გავიდეთ კინოსტუდიის ეზოს დაკათვალიერება არ მინდა კინოსტუდიის ეზოს სიცხვილია ერთი რამე მინდა ვთქვა განსაკუთრებით ზღვისპირეთში ზღვაში რაც ხდება ეს ალბათ თემაა. ხო, მაგრამ მეც უწუწუნებდი და ისე წელს პირველად ნახე დილის 8 საათამდე როგორ ლაგდება, მაგრამ რუის მერე 9-ს შესული უკვე ანაგვიანებს. ალაგებენ, ნამდვილად ალაგებენ, მაგრამ თვითონ დამსვენებლები. მე მქონდა შემთხვევა, რომ ეს ბავშვი მივეცი შენიშნა, რომ ვაშს ჭამდა და ისროლა ეს. სხვაში და რომ მივეცი შენიშნა, რომ ამთან ბავშვი იყო, უხეშად არა. დედა გამოეკომაგა. ვის სახათ ქალბატონო? კი, და ნუ არ ჩაუტარე? აბა რეგისტრებს გაუბედონ ესე. თქვენ ამაში უპირატესობა გაქვთ. ვერავინ ვერ გამიბედავს. მაგრამ ერთია რომ რაღაცა სისტემა მოწესრიგდება, მთავარია აი ეს ვერ მოწესება. ირაკლი მოდი მოწოდება როგორც პოსტმენმა, მისაბაძმა ადამიანმა მიმართე მოსახლეობას და გოგოებს ვიცი ეჩქარებთ ისინი რეპეტიცია აქვს არიან და რა რეკომენდავ მოსახლეობას ჩვენ გვყავს შვილები პირველ რიგში რომლებიც უნდა გავზარდოთ და უნდა მიცეთ ჩვენ მაგალითი. ნუ დავანაგვიერებთ გარემოს, იმიტომ რომ იქ უნდა გაიზარდონ ჩვენი შვილები. ძალიან დიდი მადლობა რეკლამის დროა რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით უკვე ჩვენი სტუმარი იქნება გარემოს დაცვის მინისტრი რომელიც დეტალურად მოგვიყვება თუ რა როგორ და რამდენ ხანში შეიძლება პოლიტიკის პარკები მე ესეც მაწუხებს მოკლედ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით